ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. დედა დამიწვეს აფხაზზე, მამა იქ ცოცხლად. აგე დედა ჩემი ფერფი აგერა მაგში. მას ვატარე, ჩემი ტალისმანია. და რომ მოვდები ასისრიშები, ერთად დავიმარხებით მე და დედა ჩემი. იმიტომ ლაპარაკობ, ესა ჩემი ფარტოვი. ფარტოვი ვარ. ყოველი ბრძოლის ცეკვა სუ. მუსიკა. მამიკო, მამუკა კეკელია, 1968 წლის 1 იანვარს არის დაბადებული და ის არის აყვანილი ოჯახში. ეს გააკეთა მამიკოს დედამ, ზინა კოპალიანმა. მოისურვა რომ ყოლოდა ბიჭი, მას ყავდა 3 გოგონა და ის იყო მედიცინის მუშაკი. და ერთ-ერთ კლინიკაში სადაც გაიგო რომ ბიჭი დაიბადა, რომელსაც აშვილებდნენ, ესე მოაგვარა სახლში, რომ ვითომ დაუსვავდნენ კართან, რაც მამასგან ვიცი. დაუსვავდნენ კართან და ის იქნებოდა მათი შვილი, მეოთხე ბიჭი, რომელსაც გაზრდიდნენ და უპატრონებდნენ ბოლომდე. ნუ ესეც მოხდა ერთ-ერთ დღეს, ნუ კარზე კაკუნი იყო, ესე მამა ძამხიარულად ყვებოდა ხოლმე ამ ისტორიას, რომ ესე დავაკაკუნი ალბათ მეო და შიგნით იყო წერილი, რამდენი კილო იყო დაბადებული, რა იყო მისი ნამდვილი გვარი და ასე შემდეგ. ნუ გვარი ჩემთვის ცნობილი არ არის, ძალიან ადრეულ ასაკში თქვეს, მაგრამ ნუ ეს ვერ დავიმახსოვრეთ ფიზიკურად და ნუ აიყვანა მაგ ოჯახმა. აფხაზეთის ომის დაწყების დროს გვეუბნებოდა, რომ დედა არასოდეს ტოვებდა დაჭრილებს, ეს იქნებოდა აფხაზი თუ სხვა ეროვნების ადამიანი, ის ყველას პატრონობდა სახლში, მის სახლში, ის უვლიდა თავისი ხელით და ესე ხდებოდა. მამა იყო გაწვეული ჯარში. ჯარში გაწვევის დროს მამას დედა იყო დამალული, ანუ თვითონ აფხაზ მეზობლებს ყავდათ ეს შეფარებული, რომ არ გაეგოთ ვინ იყო. იმიტომ რომ ზოგადად მეომრების მშობლებს თუ ოჯახის წევრებს ძალიან ერჩოდნენ და ცოტა ვღელავ ამ მომენტზე, იმიტომ რომ ბებო იყო 2 თვის მანძილზე დამალული და ერთ-ერთმა მეზობელმა გაყიდა, ესე ვთქვათ და ნუ თქვა, სადაც იმყოფებოდა ჩვენი ბებო და ნუ შემდეგ გაიყვანეს ის ტყვეთ, წაყვანილი ყავდათ. როგორც ვიცი და ზუსტად მახსოვს, ეს იყო ოჩამჩირის ტერიტორია, ნუ სადღაც იქ და სადღაც 1 თვის მანძილზე ყავდათ იქ დამალული, სადაც ყოველდღიურად ნუ ესე გადმოსცეს მამას და უთხრეს, რომ წერდა ყოველდღიურ ან მემატიანეს მსგავს წერილებს, რა ხდებოდა იმ დროისთვის, რა მონაკვეთში რა იყო და ნუ ერთ-ერთ დღეს აიყვანეს, ბოლოს რო გაიგეს უკვე ვინ იყო და რას წარმოადგენდა, აიყვანეს და გადაწყვეტეს მისი წაყვანა ახალი ათონის მთაზე. რასაც მამა ყოველთვის ძალიან რთულად იხსენებდა, იმიტომ რომ მამას გადასცეს და უთხრეს, რომ ახალი ათონის მთაზე მოხდა მისი ცოცხლად დაწვა. და ეს დაწვა ოღონდ ხდებოდა ისე, რომ მისი რვეული რაც ჰქონდა მასთან, რაშიც წერდა ამ წერილებს, სოხუმის ყოველდღიურ ამბებს და თუნდაც ოჩამჩირის და გაგრის ამბებს, ამ დროს ანუ ეს გაიგეს, რა წერილებიც ჰქონდა, ის წერილებიც აიღეს და ეს რვეული არის განადგურებული მასთან ერთად. და როცა გაყავდათ, ესე უთხრეს მამას, რომ ის ამბობდა, რომ თქვენ არ იცით ვინ არის ჩემი შვილი და ის აუცილებლად მოითხოვს პასუხს ამისთვის და აი ყოველთვის როცა მამა იხსენებდა, ანუ ამბობდა, რომ შურს იძევდა მათზე და ანუ იქნებოდა ამაყი იმით, რომ მისი მშობელი ესე ვთქვათ, ანუ მას შეეწირა, იმიტომ რომ მისი სახელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ პერიოდისთვის. მამა არ გაჩერდა, მაინც გააგრძელა ბრძოლა, როცა გაიგო დედის ამბავი, მას არ შეუწყვეტია ბრძოლა არანაირად, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ბოლომდე მაინც იმას ამბობდა, რომ ის დაიცავდა მის სამშობლოს და არასდროს აქცევდა ზურგს და ესე იყო ბოლომდე. ტყვეთ აიყვანეს მამა, აფხაზეთის ომის დაცემის შემდეგ მოხდა ეს და ტყვეთ ყავდათ სადღაც მე როგორც მახსოვს იყო 44 დღე, ეს თვითონაც აქვს ნათქვამი ერთ-ერთ ინტერვიუში და იქ ხდებოდა მისი, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად გატეხვა. ესე ამბობდა თვითონ, რომ ყველა დღეო გვეუბნებოდნენ, რომ ეხლაო სიკვდილით დაგჯიანო, გავყავდითო, ანუ კედელთან დაგვაყენებდნენო და ანუ იარაღს გადაგვატარებდნენო თავზეო და გვეუბნებოდნენ, რომ ანუ ბოლო ის რა იყო თქვენთვისო და მამა ამბობდა, რომ სულ ამბობდიო, რომ ჩემი ბოლო სიტყვა იქნებოდა, რომ მაინც ვიძიებდი შურსო იმის გამო, რომ დედა ესე დღეში ჩააგდესო. ანუ ეს იყო მისი ერთადერთი
ძალიან მძიმე გულისკევილი ესე ვთქვათ. ნუ აფხაზეთის ტყვეობის მერე ის გაცვალეს ხიდზე, რაღაც გაცვლა მოხდა მაშინ სამხედრო ძალების, იმიტომ რომ მისი გამოშვება არ უნდათ, თუმცა მოახერხეს ეს მისმა თანამებრძოლეებმა, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ საქმეში. სხვათა შორის ბევრი მახსოვს კიდეც, რომლებიც აღარ არიან ცოცხლები და ერთ-ერთი ფორმა, რომელიც სისხლიანი ფორმა ჰქონდა მამას სახლში, იმ ადამიანს საფლავი არ აქვს, ეს იყო ლადო ვაშაკიძე, რომელსაც ამბობდა, რომ როდესაც ის გარდაიცვლებოდა, როცა იქნებოდა მაშინ და უნდა დაღუპულიყო აუცილებლად გმირულად, ის იმ ფორმით დაიკრძალებოდა, იმიტომ რომ იმ ადამიანს არ ჰქონდა საფლავი, მან მამისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, რომ ის გამოსულიყო ტყვეობიდან და ყოფილიყო თავისუფალი მის ოჯახთან და მე მაშინ პატარა ვიყავი, თუმცა ძალიან კარგად მახსოვს მამის გამოსვლა იქედან, ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ხშირად ხდებოდა ცუდად. აი როგორ იცით, კრუნჩხვაში ვარდებოდა, უცებ ქუჩაში. წამება, ცემა და ნუ რა ვიცი რა არ გადაიტანა და იქიდან დაბრუნებული მოკლედ ხელახლა დაიბადა, აი წლები დამჭირდა, რომ ის როგორმე გამოსულიყო იმ მდგომარეობიდან და ცოტა ჯანმრთელობა გამოსწორებულიყო. დედა მეუბნება, რომ მამა როცა იყო ტყვეობაშიო, ჩვენ ესე ვთქვათ ოჯახს გამოგლოვებული ყავდა, იმიტომ რომ არ გვეუბნებოდნენ მის მდგომარეობას და სულ ესე საჭმელს რომ დაასრულებდიო, ერთ ლუკმასო გადადებდიო და იტყოდიო, რო გკითხავდი თუ ანუ მარიას რატო დატოვეო? ესო მამასო ეტყოდიო, იმიტომ რომ რო ამბობდით ხშირად საუბრობდნენ ოჯახში, ხო განიცდიდნენ, ამას მე თავისთავად გრძნობდი და ეს არ მახსოვს, თუმცა ესე მეუბნებოდნენ, რომ შენ სულ ინახავდი ბოლო ლუკმას და ჩვენ ზოგადად ძალიან სხვანაირი ურთიერთობა გქონდა მე და მამას. აი მე და მამას აი ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდა. აი ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს, ანუ არა მარტო ვიზუალით, ხასიათებით. სულ მეუბნებოდა, რომ სხვას ნუ მოსვენ, შენ თუ რაღაც გაკეთება შეგიძლია, თუ გააქვს ამის სურვილი და ძალა, მაშინ მიყავი ბოლომდეო. ერთი ძალიან კარგად მახსოვს ბოლო პერიოდში, როდესაც ანუ ჩემპიონატში ვიღავდი მოკლედ მონაწილეობას და მანამდე დაურეკე, რომ მეთქი მამა ასე ფინალზე გავდივარ მეთქი და მაგ დროს ანუ გამაცნო თავისი მეგობრები, ვინებთან ერთად იყო და ყველასთან სულ აი ამაყად ამობდა, რომ ესო ჩემი შვილი არისო, ეს მაგარი სპორტსმენიო, მაგარი შვილი მყავსო და სულ იმაზე იცინოდე ხოლმე, რომ ეს ბიჭი უნდა დაბადებულიყო, ისეთი რომ ისე მგავსო და აი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ანუ არ გამოეჩინა ის ტკივილი, რაც მქონდა გულში. ძალიან ცუდად გადაიტანა ტყვეობის შემდეგ პერიოდი, ეს მთელ ქალაქს ახსოვს, იმიტომ რომ ყველა იცნობდა, ყველა მიცოდა რაც წარმოადგენდა და ძალიან ისე რთული პერიოდი ჰქონდა ფსიქოლოგიური და მისი მონაყოლი იცით როგორი იყო? აი ყოველთვის ცრემლიანი თვალებით იხსენებდა სოხუმს, აი მის სანაპიროებს, ქუჩებს, სადაც დადიოდა, იქო მანდარინები იყო ბევრიო, აი ბანანები ჰქონდაო ძალიან ბევრი და რაღაცა ბავშვობის ესე ცუღლუტობებს ისე გვიყვებოდა ხოლმე, ძალიან ტკივილი ტყვებოდა, ანუ რო ვთქვა, რომ ანუ უხაროდა იმაზე საუბარი არა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შთაგვაგონებდა ისე, რომ ის ადგილი ჩვენთვის ძალიან სასურველი იყო, ანუ ყოველთვის მექნება იმის სურვილი, რომ ჩავიდე და ანუ სადაც მამა გაიზარდა და სადაც ცხოვრობდა, ის ადგილი ვნახო. ღმერთი ჩვენთან არის. ჩვენ გავიმარჯვეთ. აი ხარი. ღმერთი ჩვენთან არის, ჩვენ გავიმარჯვეთ. მე და სტატიკა ვარ ჩამოსული. უეჭველი გავიმარჯვე. ძალიან ისეთი იყო პირდაპირ უდრეკი, ძალიან გამბედავი იყო ყოველთვის და თავისი საქმე იცოდა სისხლში და ხორცში გამჯდარიო რო იტყვიან ესე. ბუნებრივად იყო ეგ დაბადებული მაგ საქმისთვის. თავგადადებული, ანუ პირველი ყოველთვის აი საქართველოს, აი აქ სტატუს კი გაიკეთა ეხლა, მაგან საქართველოს დროშა აქ ჰქონდა დახატული. სხვა ფინალს მე მის ცხოვრებისას არ ველოდი სიმართლე გითხრათ. ეგ იყო მისთვის დიდი პატივი ბრძოლის ველზე დაცემა გმირულად. ძალიან კარგად მახსოვს აგვისტოს ომის ამბები, დაგვიგეგმა საკვები, რა უნდა გვეჭამა, ეს მშრალი საკვები, დედა შეაგვა იმას, რომ ის უნდა წასულიყო აგვისტოს ომში, იმიტომ რომ იქ არიანო ახალგაზრდაო, პატარა ბიჭებიო, გამოუცდელები, რომლებსაც ხელმძღვანელი ჭირდებათო და
მაშინ მახსოვს ან მეგობრები ეუბნებოდნენ რომ მამკა ჯერ ადრეა ჩვენ მე უნდა წავიდეთ მე და ანუ ძალიან გაბრაზდა ამაზე იმიტომ რომ დრო გავიდა და თვითონ რომ ვეღარ გადიოდა ქალაქიდან ეს აწუხებდა ძალიან ცუდად მახსოვს ის დღე როცა ჩემი თვალით მქონდა მაშინ ნახე როგორ ჩაალაგა და უკვე რომ გავიდა ქალაქიდან მაშინ უბრალოდ გზა გადაიკეტა ჩვენ ძალიან გვიხაროდა ეს რომ გზა გადაიკეტა იმიტომ რომ მობრუნდა მაგრამ მობრუნდა აი განადგურებული იყო რომ მობრუნდა რომ ის ვერ გავიდა ქალაქ გარეთ უკვე ძალიან განიცადა ეგ აი ძალიან და მაშინ თითქოს გაუღვევდა ის რაღაცეები რაც აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ქონდა და ძალიან როგორ იყო იცით აი არაადეკვატური იყო მე რაღაცეებს ანუ ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემა ისევ გაუხანგრძლივდა მე მკურნალობა დაუწყეთ და ნუ ეს პერიოდი ძალიან ცუდად გავიარეთ ესე ვთქვათ მაგრამ ბოლოს ცოტა უკვე გამოკეთებისკენ წავიდა მაგრამ მე გუმამტყუნა იქ სამი ინფარქტი გადაიტანა ოპერაციები გავუკეთეთ თბილისშიც ოპერაცია გაიკეთა ქუთაისში ოპერაცია გაიკეთა და მაინც იმას იძახდა რომ მე მაინცო მეო არ მომკლავსო არც ერთი კლინიკაო მეო მხოლოდო ტყვის მსხვერპლი უნდა ვიყო ესე ამბობდა ყოველთვის ვეღარც მუშაობდა ვეღარც ვერაფერი და მეც მძიმე ეკონომიური პრობლემების გამო უკვე მომიწია წამოსვლა საზღვარგარეთ რა უნდა მექნა. ეგ დავტოვე რა თქმა უნდა სახლში იყო ჯერ შვილებთან და მე მითხრა რომ ესე უმუშევარი მაინც ვერ გავჩერდები და იქნებ მეც რაღაც მომიხერხო და კარგი მეთქი თუ წახვალ მეთქი და თუ გინდა პოლონეთში ბიჭებმა მე რაღაც მოუძებნეს იქ სამსახური და წავიდა იქ და ორი კვირაც არ უმუშავნია. ან მე უკრაინაში ესეთი ამბები დაიწყო და ათქა დატოვა ყველაფერი. ხელფასსაც კი არ დალუდები, აი ორი კვირის ნამუშევარიც ვიღაცამ იქ თანამშრომელმა მე გადმოუგზავნა ჩემს შვილებს. დატოვა ეს ყველაფერი და წავიდა. რაღაცა მისი Facebook-ის ესე პაროლი მქონდა მე და შევდიოდი ხოლმე მის Facebook-ზე, იმიტომ რომ ძალიან გვიმალავდა რაღაცეებს და ერთ-ერთ მინაწერში ვნახე რომ ის უკვე საზღვარს კვეთავდა პოლონეთიდან და ძლივს დაუკავშირდი იმ ბოლო საუბრის დროს რომ მეთქი მამა სად ხარ და მეო მამა უკრაინაში მივდივარო, მაგრამ იცოდეო რომ მალე ჩამოვალო, არაფერი არ არისო, ცოტა ხნითო მეო იქო ბიჭებს ვჭირდებიო, ქართველები არიანო და ხომ იციო მეო მამაო რომ დედასო ისო ასაღები მაქვსო. ისე იძახდა და ის იყო ჩვენთვის შოკი იყო ყველასთვის ან დედაც ძალიან განვიცადეთ რა განსაკუთრებით ხატია ძალიან ემოციური არის მას გავს და ხატიამ ძალიან დრამატულად მიიღო ეს ყველაფერი აი ჩემი მარუსკა რე კიდე დაგვაწყეს ორა პამილია მაგის და ეოდა იქ დაგვაწყეს Винтаж, миномет, наверное, где-то найдем, мне тут уже жарко. Жарко, уже жарко, ребята. პირველად როცა წავიდა უკრაინაში, ვუთხარი რომ არ მინდა ის გოგონა ვიყო, რომელსაც მამა აღარ ეყოლება თქო, ვეხვეწე რომ არ წასულიყო და არ მომისმირა და აი ეს ყალსავამი, ნუ მამას ეკუთვნოდა აფხაზეთის ომიდან აქვს სუიცი, ასე თვითონ მითხრა აი რუსებს ასე რომ თქვათ მოპარა იქ ბაზაზე შეტევის დროს და როცა ჩამოვედი სახლში მის ფორმაში დავიწყე ქექვა და მაშინვე დავინახე ეს და გადავწყვიტე რომ არავის არ შევეკითხე ავიღე პირდაპირ ჩემია მეთქი და ეხლა მაგის მერე გულზე მიკეთია და ანუ გძნობ რომ როცა ეს მიკეთია მამაც თამგვერდით უყურს აი არასდროს არ ვიშორებ რაც არ უნდა იყოს ნებისმიერ ადგილას მივაქვს იქიდან ყოველთვის ხაზზე იყო ჩვენთან და ესე პატარა ბავშვით უხარო და ის ფორმა რო ეცვა მისთვის იყო აი არ ვიცი რამხელა სიხარული რა სულ მეუბნებოდა რომ მამა მე ბედნიერი ვარ და მე ეგ დაიჭრა იქ ერთ-ერთი ბრძოლის დროს და ჩვენ არ გაგვიმხილა გვითხრა რომ ანუ ფეხზე ოპერაცია ქონდა განაკეთები გადანერგვა შუტირება და გვითხრა რომ ისევ გამირთულდაო და ანუ ოპერაცია მჭირდებაო და საფრანგეთში უნდა წავიდეო რა იქ გაიარა მკურნალობა და გამოჯანმრთელებული არ იყო ჯერ კიდევ იმიტომ რომ თილკმერზე გაიკეთა ოპერაცია ბოლოს 30 აგვისტოს ქონდა ოპერაცია დაგეგმილი და ისე წავიდა უკრაინაში აი არც ვიცოდით მე ვიცოდი რომ იყო საფრანგეთში და უცებ დადო ესე ფოტო რომ უკრაინაში ისევ ჩემ ძმებთან და მე ვიფიქრე რომ ძველი ფოტო იყო და რომ დაურეკე არა იქ დაგხვდა და ნუ ესე რთულ დავალებებზე დაიწყო გასვლა ჩვენ გითხრა რომ უბრალოდ ინსტრუქტორი იქნებოდა შეასწავლიდა ახალგაზრდებს და ჩვენთან ანუ საშიში ფორმაში არ იქნებოდა, მაგრამ ბოლო მიმოწერა მახსოვს ძალიან ცუდად, იმიტომ რომ
ეთხოვა ბავშვებთან საუბარი და ვერ დავალაპარაკე. მე სამსახურში ვიყავი და უთხარი რომ საღამოს მივიდოდი და ორივე ბავშვს დავალაპარაკებდი და უკვე ის აღარ იყო ხაზზე. და მე კი დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ხევსონის ტერიტორიაზე გარდაიცვალა. ანუ იქ გავიდა. თითქოს გრძნობდა იმ ბოლო გასulis დროს რაღაცა დაემართებოდა, იმიტომ რომ ფოტო რაც დადო. რაღაცნაირი თვალები ქონდა, აი ვიდეო რაც დევს, რომ მე მივდივარ რაღაცა ესე იარაღს ეფერება, რომ მე უნდა გავიდე და რაღაცა ძალიან განვიცადე და ძალიან მიყვარხარ ეს მომწერა ბოლოს და ჩემი პასუხი უბრალოდ ვეღარ ნახა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო და არ მინდოდა რომ ჩემგან უპასუხოთ ამ ქვეყნიდან წასულიყო. ამას ჩემთვის ვერ პატიო. კიდე იმის უარყოფაში ვარ, რომ ანუ ამჯერა თქო უარყოფ ისე, მაგრამ რამდენჯერაც ასე ვნახავ პოსტებს, რომ ეს მამაზე არის, აი მე ვაანალიზებ, რომ მართლა ეგრე ხდება და ხანდახან იმასაც ფიქრობ, რომ ნეტა ხო არ მძინავს მეთქი რაცი. პირადად ჩემთვის იყო მამა ძალიან სანიმუშო ადამიანი, აი სამაგალითო ადამიანი, პირადად მე თუ ვიტყვი. რაცა სუსტად ისე მოვიქცევი, როგორც მაგან გავარფრთხილა. რაცა უნდა მოხდეს, მაინც წინ წავალ, რავი, მას სწავლა, რომ ყოველთვის ფეხზე idekio. ცოტა ისიც ცოტა ვიმაიმუნეო, მაგრამ თავარი არის, რომ მიზანს მიღწევა თუ კიდევ რომ არ დანებდეო, თუნდაც ძირს დაეცეო. ეგეც ვიცოდი, რომ ის ტყვიას არ შეეწელებოდა, ის უბრალოდ რაღაც აფეთქების მსხვერპლი გახდა, თორე ანუ იარაღით მისი მორევა ძალიან რთული იყო და ამას მისი სამეგობრო ყველა ამბობს, რომ იმდენად ისეთი იყო, რომ ანუ მაგით ვერ დაამარცხებდნენო რა. ეხა მამუკა არის ისეთ ტერიტორიაზე გარდაიცვალა და დაიღუპა, იქ მიდის ინტენსიური ბრძოლები. ვერ შედიან, რომ გამოიყვანონ იქედან. ძალიან გული მტკივა, რომ მამუკა რო ვერ გამოიყვანონ იქედან და თავისი საფლავი საქართველოს მიწას არ მიბარდეს მამუკა ძალიან უსამართლობა იქნება. არ ვიცი რა გავაკეთო, ვის მიმართო. არ ვამტყუნებ ასე რომ წავიდა სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ ვიცი ახლა რამდენად ბედნიერი არის და რამდენად უხარია რომ ზუსტად ასე მოხდა. მეც სიზმარშიც ვნახულობდი გარდაცვალების შემდეგ როგორი ბედნიერი იყო იქაც მაგის ხმა მესმოდა ასე რომ ვთქვათ. მისი ოცნება რაც იყო, რომ ის აუცილებლად უნდა დაღუპულიყო ბრძოლის ვერზე და არა კლინიკაში ან სახლში. ამის ეშინოდა სულ, ამბობდა რომ მე არ დავიღუპები კლინიკაში ან სახლში, მე ამის მეშინია და მე იცოდეთ რომ ყოველთვის ამაყი ვიქნები იმით თუ ჩემი სული დაილევა თავშად ბრძოლის ვერზე. თუმცა ჩვენთვის არის უბრალოდ რთული, იმიტომ რომ თან აქ არ გვყავს და ვერ ვახერხებთ იმ სითბოს გადმოცემას მის მიმართ, რაც გვაქვს, ხო? ის არ იყო საკმარისი მხოლოდ ჩვენი კამათი და რაღაცა სიყვარული. ანუ ადამიანი მერე იაზრებ იდეაში, რამდენად ძვირფასია შენთვის. და ეს ძალიან ცუდია. მანამდე უნდა შეგვეძლოს უბრალოდ მაგის გაკეთება მშობლისთვის. ჩვენ ახლა იმისთვის ვიბრძვით, რომ ის იყოს ჩვენთან მის მიწა-წყალზე და ანუ სამშობლოსთვის იმდენად ბევრი აქვს გაკეთებული, რომ აუცილებლად უნდა იყოს ის საქართველოში და არ უნდა იყოს იქ, სადაც მისი მტრები არიან. და რომ მოვდები ახლის შემდეგ ეს გადავიმარხები მე და დედაჩემ. იმიტომ ლაპარაკო, ესაც ჩემი ფარტოვი. ადამიანი ცვლის დროების ადამიანი